ჩვენ ვეუბნებით ამ მორჩევას, რომ ჩვენ კიდევ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. მდიდრები ვიყოთ, შურისძიება არ გქონდეს, უკეთეს სასამართლო გქონდეს, მაგრამ ამ მომენტში ხდება აი სრული არაადეკვატურობა თელ ქვეყანაში. გასაგებია, რომ იმ ხალხს ჩვენ ოპონენტებს ბევრად დიდი რესურსი გააჩნია და შეიძლება ჩაახშონ თავისი ტყუილი, თავისი პროპაგანდით ელემენტარული საღი აზრი. და თუ ჩვენ ამ მოშელი დაგვიჭერს ხას, გარდა იმისა, რომ თითოეულ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ არჩევნების შემთხვევაში, ჩვენი თითოეული საკრებულოს წევრი იქნება ჩვენი ამორჩევლის წარმომადგენელი, როცა მას დაჭირდება რაღაც შენებლობის ნებართვა ექნება თუ შლაგოვანის პრობლემა. პირდაპირ ესწრება ვის დაურეკოს და მეტი არც ერთ პარტიას არ აქვს ამის შესაძლებლობა და ყველა მიცის ჩვენ ამორჩევლო, რომ ჩვენს როცა პარლამენტში ვიყავით, მარტივი იყო ტელეფონი დარეკვა იქნება თუ ოფისში მოსვლა და ყველას ვეხმარებოდი თუ შეგვეძლო იმ საკეთები. და ამას ვთავაზობთ, ნუ გარდა ამისა, ჩვენი გაძლიერება ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი დასუსტდება. რაც უფრო მეტი ხმარ გვექნება, რაც უფრო მეტი ხარდაჭერა გვექნება, მით უფრო ნაკლები ჯგუფი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ გვქნა მეტი წონა პოლიტიკაში, მეტი გავლენა და ჩვენ ამ ჯგუფში არასდროს არ ავყვები. თუ ბევრნი ვართ, ჯგუფი ნამდვილად დასრულდება, თუ შედარებით ნაკლები ვართ, კონკრეტულად ჯგუფი ასეთი სიმძაფრით არ იქნება, იმიტომ რომ ელემენტარულად წარმოიდგინეთ, ქართულს რომ უნდა რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუ ხედავს, რომ ჯგუფზე ნაკლები მოთხოვნა და ხიდზე უფრო მაღალი მოთხოვნა. ხალხს არ უნდა სიძულვილი და უნდა რომ, რა ვიცი, რაღაც ფასები არ იზრდებოდეს. ის ხო უკვე თვითონ მოწადებული გახდება, რომ მეტი ყურადღება მიაქციოს ნამდვილ პრობლემებს და ნაკლები ნაცნობლობას და ჯგუფს. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ერთი წელი უყურებდა აი ამ რაღაც კლოუნადას, რომელიც პოლიტიკაში ხარ მოწყობილი და მესმის, რომ ვიღაცას ჯერ კიდევ ჯერა 4 ოქტომბერს რაღაც ვიღაცას დაამხობს, მაგრამ უბრალოდ ვის კრიტიკულად განწყობილია ოპოზიციის ელექტორატიდან ერთი არჩევანი აქვს. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების ამორჩევლის იმედიც მაქვს, რომ თუ ყელში გამოგივიდა ჩხუბი, აი ნაცების ხო არ გეშინიათ, ხარი დაგვიჭერეთ. ამიტომ მე მგონი ყველთელ ოპოზიციურ სპექტრს და ქართული ოცნების ამორჩევლს აქვს სერიოზული საბაბი, რომ ჩვენ ხარი დაგვიჭეროს, მაგრამ კონკურენტები არ ყავს სამწუხაროდ, ვისაც ეს ჩხუბი უნდა დაასრულოს და ჩვენ აი ეს პოზიცია გვაქვს. რაც მე მოყვება ის პრობლემის მოგვარება, რომელიც შეიძლება უსაშუალოდ ვილაპარაკო, მაგრამ უბრალოდ ამ ჩხუბის ფონზე არადეკვატურად გამოიყურება.